გახდა ბავშვი ცუდად, სახლში რაღაც გვეგონა რომ ვირუსი იყო. გამოვიძახეთ ექიმი, მოვიდა ექიმი შეამოწმა ყველაფერი და გვითხრა რომ ეს არ არის არაფერი არ არის, უბრალოდ ჩვეულებრივი გაციებაა. დაუნიშნა რაღაცა წამლები და 8 დღის განმავლობაში ვსვამდით ამას ყველაფერს. შემდეგ შევამჩნია ბავშვს თვალები ჰქონდა დასიებული ძალიან და მე თვითონ აი გადავწყვიტე რომ მიმიყვანა თირკმლის ექიმთან, რატომღაც. რომ გადავუღეთ თირკმელზე, ჰქონდა ორმაგად გადიდებული თირკმელი და წამოვედით თირკმლის პრობლემით. რო ჩამოვედით აქ, ციციშვილში მივედით ჩიტაიასთან და გვითხრა რომ ესე იგი თირკმელი იმდენად გადიდებულიაო, რაღაცამ გამოიწვიაო და ვარაუდობთო სისხლსო. და როგორც კი აუღეს ფუნქცია მკერდის ძვლიდან, დადგინდა რომ ეს იყო ლეიკემია და გამოგვაგზავნეს იაშვილში. და აქაც T-ფორმის ლიმფობლასტური ლეიკემია ავთვისებიანი უმძიმესი ფორმით შემოვედით, აი უმძიმესი ფორმით. დღესდღეობით მკურნალობთ ვამთავრებთ პირველ კურსს თებერვლის ბოლოს და ღმერთის წყალობით და კეთილი ადამიანების დახმარებით ღვთის წყალობით განიკურნოს და ანდრია და მე ამის მჯერა რომ განიკურნება და მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ყველა იმ ადამიანს ვინც კი გულთან მიიტანა ეს ჩვენი გაჭირვება განსაკუთრებით თიტო ცინცაძის ფონდზე უღრმესი მადლობა ყველას. Წამალს 2 ლიტრას ჩასხამენ 2 წუთი მეძინება და თუ 1 ჩასხამენ 1 წუთი მეძინება. ხანდახან ზურგზე მიკეთებენ, როცა აქ უნდა ჩასმება, ესე მაძინებენ და ესე მიკეთებენ ზემოთ. ხობებია. 2 გადასხმა მაქვს და გადავისხი უკვე. კი. მეც. დიდი მადლობა რომ მეხმარებით.